აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ხელისუფლებამ სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერის დარიგება უკვე დაიწყო გაზაფხულზე მიწა, გაფხვიერებასა და დათესვისთვის მომზადებას საჭიროებს, თუმცა მიუხედავად ამისა, აჭარაში ფერმერებს შესაბამისი დახმარება ჯერჯერობით არ მიუღიათ. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ციტრუსოვანი კულტურის სახეობებს სპეციფიური მიდგომა და შესაბამისი მოვლა სჭირდებათ, რაც გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს. გლეხებს ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნიათ, რა სახის დახმარებას მიიღებენ ხელისუფლებისგან და ვაუჩერს კონკრეტულად რა სამუშაოებში გამოიყენებენ. ფერმერები ხელისუფლებისგან ვაუჩერის დროულად დარიგებას მოითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომენტარს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. ჯერჯერობით ჩვენ არაფერი არ მიგვიღია და ესე ამბობენ რომ მიიღებთ და უკვე დროა ესე რომ მივიღოთ. თუნა მეიტანონ ნორმალური თუ არა და კონტენტ ყურა გვამუშავებენ და გვაპნებიებენ და მასოც იგერაგენ რა ვეხავისებ ასოთის პნევა თუ იყოს ხარისხიანი და ნორმალური. რა მოთხოვნა რას გლეხს ოკუთის უნდა მისცენ. ვაუჩერებთან დაკავშირებით მე ტელევიზიით გავიგეთ რომ რაღაცა კახეთის მხარეს დარიგდა ვაუჩერები და ჩვენთანაც იქნებაო. რა თქმა უნდა დროა თუ არ გაგვითოლდა უკვე მე ხალი და რაღაცები დათესილი მაქვს ამინდები ისეთ იყო და მაი ღმერთის საქმე ახლა თუ არ გათოლდა ალბათ ამინ დროა უკვე რომ დავთესოთ ყველაფერი და თუ ეს დარიგება იქნება და რამეს ხელს შეგვიწყობს და იმედი გვაქვს რომ უნდა შეგვიწყოს რომ ისეთი კაცია სათავეში მოსული ნამდვილად შეგვიწყობს, დიდად მადლობელი ვიქნებით.